საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი. სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1990-99 წლებში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე 1990-2008 წლებში. იურისტთა მსოფლიო ასოციაციის და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მოგესალმებით ყველას, დავზანდით. მონოგრაფიებისა და შრომების ავტორი. მათ შორის გაუფრთხილებლობის პრობლემა სისხლის სამართალში. სისხლის სამართლის კანონის თეორიული მოდელირება და სხვა. პროფესორ მინდია უგრეხელიძის აუდიტორია. ჩვენ დღევანდელი ამოცანა არის ძალიან რთული. რთულია იმიტომ, რომ ჩვენ გაგვისაზღვრეს ორი თემა სალაპარაკოდ. ერთი ეს გახლავთ სამართალი, მეორე მართლმსაჯულება. რაც მთავარია, ჩვენ მარტო ერთმანეთს კი არ ვესაუბრებით დღეს აქ, ასევე ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ტელემაყურებელს. ამიტომ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ისეთ ურთულეს თემაზე, როგორც გახლავთ სამართალი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ისე, რომ გამოვძებნოთ რაღაც საერთო მნიშვნელი. ესე იგი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თვით ყველაზე უფრო რთულ საკითხებზეც კი ვილაპარაკოთ, რამდენადაც შეიძლება გასაგებად, მაგრამ არც ისე, რომ ამით, ასე ვთქვათ, არად ვაქციოთ საერთოდ თემა და მისი მნიშვნელობა. ისე როგორც ყველა სიტყვა, ცნება და ტერმინი, მათ შორის სამართალიც გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. სხვადასხვა კონტექსტში, ზოგჯერ ხან სიმოკლისათვის და ხან მეტი სინათლისათვის საჭირო ხდება მოკლედ თქვა სამართალი. მაგრამ რა იგულისხმება ამჯერად, როცა ამ სიტყვას ანამ ცნებას ხმარობთ სამართალში, ეს კონტექსტის მიხედვით უნდა გაირკვეს. თუ ადამიანი სათანადოდ არ არის განსწავლული სამართლის მეცნიერებაში, შეიძლება დაიბნეს, ან შეიძლება ვერ შეცდოს ამის გაკეთება. ამიტომ მე წინასწარმე მოგეხმარებით. სიტყვა სამართალი გამოიყენება სამი მთავარი მნიშვნელობით. ერთი, სამართალი როგორც დარგი პრაქტიკული საქმიანობისა, ადამიანები მრავალ მხრივ ეწევიან თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას და ერთ-ერთი ეს გახლავთ მათი საქმიანობა და მოღვაწეობა სამართლის სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ჩვენ გულისხმობთ მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს, ადვოკატს, იურისკონსულტს, გულისხმობთ ასევე მთელ რიგ სხვა შემთხვევებს, როგორც არის ომბუდსმენის საქმიანობა, ვთქვათ, პროფესორის საქმიანობა სამართლის დარგში და ასე შემდეგ. მეორე, ეს გახლავთ სამართლის მეცნიერება, ანუ სამართლის თეორია. ეს ის არის, რომელიც იმ პრაქტიკულ საქმიანობას, რაზეც უკვე მოგახსენეთ, შეისწავლის, განაზოგადებს და იქიდან გარკვეულ დასკვნებს აკეთებს. უფრო მეტიც, უბრალოდ კი არ აკეთებს გარკვეულ დასკვნებს, არამედ ამ განზოგადების შედეგად იგი შეიმუშავებს გარკვეულ რეკომენდაციებს, რათა გაუმჯობესდეს ის პრაქტიკული საქმიანობა. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი, ეს გახლავთ სამართალი როგორც სასწავლო დისციპლინა. იმიტომ რომ ერთია შენ პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდე, მეორეა მეცნიერულად სწავლობდე საფუძვლებს იმისა, რასაც ადამიანები ამ დარგში აკეთებენ და მესამეა ეს გადასცე შემდგომ თაობებს, რათა მათგან ჩამოყალიბდნენ ღირსეული და სრულყოფილი სპეციალისტები. ამ ერთ საკითხზე ჩვენ შევთანხმდებით. თქვენ ამიერიდან ალბათ თვითონვე მიხვდებით კონტექსტით, რომელ სამართალზეა ლაპარაკი პრაქტიკაზე, მეცნიერებაზე თუ სასწავლო დისციპლინაზე, მაგრამ საკმარისი ეს არ არის. მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით სამართალი რა არის და აი თუ ვერ შევძლოთ ჩვენი შეხვედრის ბოლომდე გავერკვეთ, იმიტომ რომ კაცობრიობა დასაბამიდან ლამობს და ჯერ ვერ გაურკვევია, არ მგონია დღეს შევძლოთ ჩვენ ეს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მივახლოვდეთ. სამართალი იყოფა შიდა სამართლად და საერთაშორისო სამართლად. შიდა სამართალში იგულისხმება ყოველივე ის, რაც სამართალმა უნდა აკეთოს ქვეყნის შიგნით, სუვერენული სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ცხოვრებისა და საქმიანობის ფარგლებში.
მეორეა საერთაშორისო სამართალი, რომელიც სცილდება ერთი რომელიმე ქვეყნის ფარგლებს და გულისხმობს მოწესრიგებას ურთიერთობებისა ქვეყნებს შორის, ერებს შორის. ამ შემთხვევაში სიტყვა ერი გამოიყენება ქვეყნის მნიშვნელობით, სახელმწიფოს მნიშვნელობით. როცა ჩვენ ვამბობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, იქ რა თქმა უნდა იგულისხმება არა რომელიმე ეთნიკური კუთვნილება, არამედ იგულისხმება სახელმწიფო ქვეყანა. შეიძლება იყოს სამართალი, რომელიც განეკუთვნება საჯარო სფეროს, საჯარო სამართლის სახელწოდებით არის ცნობილი და თქვენ ალბათ ხშირად გსმენიათ ეს საჯარო სამართლის დარგია თუ კერძო სამართლის დარგია. და რა თქმა უნდა სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს ამისა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც იყენებენ, თუ კი იმ ურთიერთობაში, სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ერთი მხარე საჯარო ხელისუფლებაა, ასეთ შემთხვევაში გულისხმობენ, ასე ვთქვათ, საჯარო სამართალს. რაც შეეხება კერძო სამართლის დარგებს, რომლებსაც უპირატესად სამოქალაქო სამართლის ციკლი განეკუთვნება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კერძო ურთიერთობებია კერძო პირებს შორის. ეს კერძო პირები არ გულისხმობს მაინდა-მაინც ფიზიკურ პირს. თავარი არის ის, რომ ეს არ არის საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობა და ის არ იგულისხმება. აქ შეიძლება იყოს რაღაც კორპორაცია, რაღაც გაერთიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე, გახლავთ ის, რომ სამართალი განიყოფება ორ ნაწილად. ერთი ეს არის მატერიალური სფერო სამართლისა, რომელიც არსებით მხარეს განსაზღვრავს და მეორე ეს არის პროცესუალური საპროცესო სამართალი, რომელიც ძირითადად გულისხმობს რა ფორმით უნდა განხორციელდეს ის საქმიანობა, ის მოქმედებანი და ის ურთიერთობანი, რომლებიც არსებითად მოწესრიგებული არის სამართლის რომელიმე დარგით. მაგალითად, ჩვენ ვიცით მატერიალური სისხლის სამართალი და საპროცესო სისხლის სამართალი, მატერიალური სამოქალაქო სამართალი და საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციულ სამართალზეც თითქმის იგივე და ნებისმიერ სხვა დარგზე. ეხლა ისმება კითხვა ამ სამართლის განსაზღვრების თაობაზე. სამართალი თუ რა არის? რა თქმა უნდა, ეს არის საუკუნო ოცნება კაცობრიობისა და იმედია, რომ ჩვენ თანდათან მივახლოვდებით სასურველ შედეგს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ერთხმილობა ამ საკითხში მიღწეული არ არის. ამიტომ ჩვენ დიდხანს რომ არ ვიწვალოთ, ახლა შევეცადოთ, რომ დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ, რაზეა ლაპარაკი დღესდღეობით. მე მაგალითად პირადად იშვიათად შემხედრია დღევანდელ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს პირობებში ადამიანი, რომელიც სამართალს არ განსაზღვრავდეს ისე, როგორც ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. წინასწარვე მოგახსენებთ, რომ ის, რასაც სამართალს უწოდებენ, განაუსწოროა. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ სწორია, მაგრამ არასაკმარისია. და რატომ აღმოჩნდა ასეთი მედეგი და ასეთი ურყევი, ასე ვთქვათ, ეს პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. მე მინდა გკითხოთ, თქვენ მაგალითად დღემდე ქალბატონ ნანიკო, რა სარგებლობთ, რა ქვია, ცნებით, რომ სამართალი არის? ჩვენ გვასწავლეს, რომ სამართალი არის ნორმათა ერთობლიობა. როგორც ნორმათა ერთობლიობა. თქვენა? სამართალი არის იდეების, ღირებულებების, პრინციპების, ნორმების, კონცეპტების, დოქტრინების სისტემა და არა ერთობლიობა. ეს უკვე კარგია სისტემა თუ გასწავლეს, იმიტომ რომ ერთობლიობა არ ვარ გაქვს საკმარისია. მექანიზმების, მეთოდების, ინსტიტუტების, პროცესების საშუალებით აწესრიგებს ურთიერთობებს. კარგად უსწავლებიათ. ბექა, შენ ხარ გახსოვს? სამართალი ეს არის პოლიტიკისა და ზნეობის ნაზავი, სადაც პოლიტიკური ელემენტი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური ყოფიერება, რომელიც წინსწრები ელემენტია, მეორე ელემენტზე, რომელიც ჩამორჩება, ეს არის ზნეობა და ამ ორი ელემენტის ნაზავი ქმნის ერთობლიობაში სამართალს. ჩვენ დიდი პროგრესი გაგვიცდია გაცა. თქვენ ხარ იტყვით რამეს? სამართალი არის ფილოსოფია წესრიგის და ჰარმონიის შესახებ, ხოლო ნორმები მისი გამოვლენა. ხო, ბრძანეთ აბა? სამართალი არის პოლიტიკის და ზნეობის ნაზავი, სადაც პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო ზნეობა უფრო წინსწრები ელემენტია პოლიტიკას, ზნეობა უფრო ჩამორჩება.
მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება აღარ დამჭირდეს საკლექსის საკითხი, რაღაც წინ სწრები ამბები ვიპოვე. დიდი მადლობა ბატონო იოსებ. მაგრამ რა არის, იცით, თქვენ რასაც ბრძანებთ, იქნებ ჯობდეს, რომ ასე ნუ კი ვიზამთ, რომ მე სამართლის ცნების დეფინიციად წარმოვადგინოთ, არამედ ეგ წარმოვადგინოთ, როგორც სამართლის ნორმისა, სამართლის ცნების შინაგანი სტრუქტურა. მაგრამ ცნების დეფინიცია ალბათ შეიძლება უფრო მდიდარი იყოს და უფრო სხვანაირი. აი ახლა მივაქციოთ ყურადღება. აშკარად იგრძნობა აქ სამართლის პოზიტივიზმისა და მინიმუმ ნორმატივიზმის, ასე ვთქვათ, გავლენა, რომლის მიხედვითაც სამართალი სხვა არაფერია, თუ არ გარკვეული ერთობლიობა ან სისტემა ნორმების. ჯერთი დავიწყოთ იმით, რომ როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ერთობლიობა, უკვე ვწოდავთ. ვწოდავთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, მოვაწეროთ ხელი დებულებას იმის შესახებ, რომ სამართალი არ არის მოწესრიგებული, ასე ვთქვათ, სინამდვილე და მოცემულობა. როგორც კი ჩვენ ვიტყვით, ერთობლიობა შეიძლება იყოს თქვათ ტომარაში ჩაყრილი რაღაც გარკვეული საგნების ან ნივთების სიმრავლეც. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცა წესრიგი დავინახოთ იმაში, რასაც სამართალი ქვია. სამართლის სისტემა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მცნებისა. სამართალი არის ლოგიკურად მოწესრიგებული სისტემა, სადაც ცნებები, იდეები, დოქტრინები, კონცეფტები, როგორც ბატონმა პაპუნამ ბრძანა, ესენი ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება არა უწესრიგოდ, არამედ გარკვეული წესით. და რახან გარკვეული წესით უკავშირდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის სისტემა, არათუ რაღაც გროვა ცალკეული, ასე ვთქვათ, ფიგურებისა, პუნქტებისა, დებულებებისა ან მოცემულობებისა. ეს არის ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აუცილებლად უნდა ითქვას ძალიან ხმამაღლა. თორემ თუ ეს არ ითქვა, მაშინ ჩვენ იმავდროულად იძულებული ვიქნებით მოვიწონოთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ზოგიერთი სამართალი. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სამართალი საქართველოში კონსტიტუციის ჩათვლით ეს არ არის სისტემა, არამედ მართლაც რომ ერთობლიობა ან გროვა რაღაც დებულებებისა, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის ლოგიკურად, ასე ვთქვათ, ვერ ეთანხმებიან და ამის გამო წარმოიშვება უამრავი სირთულე, წარმოიშვება უამრავი გაუგებრობა და ზოგჯერ გროტესკულ მდგომარეობაშიც კი ვარდებით, როცა ჩვენ ვერ ვიგებთ ვინ რას უნდა მოაწეროს ხელი, ვერ ვიგებთ ვინ არის პირველი და ვინ არის მეორე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სისტემა, რომელშიც უამრავი ნაკერი არსებობს და თუ კი სადმე რაღაც გარღვევა მოხდა, თუ კი სადმე პატარა, ასე ვთქვათ, ის მოხდა მარცხი და სარიელი ადგილი გამოჩნდა, მოხდება ყოველგვარი ლოგიკური, ასე ვთქვათ, წანამძღვრების გარეშე მისი დაკერება და ეს ნაკერი აღმოჩნდება უცებ რომ არის შეუსაბამო სხვა ნაკერთან, რომელიც უკვე მომხდარია ან საერთოდ ნაკერის არ არსებობასთან. ალბათ ვამჯობინებდი, რომ საერთოდ თავიდან დაწერილი იყო კონსტიტუცია, მით უმეტეს რომ სრულიად ახალ რელსებზე იქნა გადაყვანილი არა მარტო ჩვენი კონსტიტუციური აზროვნება, არამედ ჩვენი კონსტიტუციონალიზმი საერთოდ. როცა ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმისა, რომ ჩვენ უფრო დემოკრატიული უნდა გავხდეთ და უფრო დემოკრატიული ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ, როცა ამის დასტურად მოგვაქვს ჩვენ რომ ასე ვთქვათ, ვარს ვამბობთ საპრეზიდენტო მოდელზე, სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და გადავდივართ საპარლამენტოზე, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ალბათ მეტი გაბედულება გვმართებს, თუ რა თქმა უნდა აღმოჩნდება ამის რესურსი. თუ ჩვენ სამართალი არ წარმოვიდგინეთ ძალიან ნათლად სტრუქტურული თვალსაზრისით, ისე რა თქმა უნდა ვერ მოვძებნით იმ საშუალებებს, რომელთაც უნდა მოვეპყრათ სამართალს. თქვენ იცით, რომ სამართლის თავისებურება ის არის, სამართლის ძალმოსილება იმაში მდგომარეობს, რომ სამართალი გაცილებით მეტად ფარავს ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. სამართალი ჩვენ გვიცავს, ან ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებას ერთგვარ ჩარჩოში აგდებთ, ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ჩვენ ნორმალური ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას. ჯერ კიდევ ფეტუსის სახით, ჯერ კიდევ ჩანასახოვანი სახით, როცა ჩვენ დედის სხეულის ნაწილი ვართ, ოდენ და თანაც ძალიან მცირე ნაწილი, სამართალი უკვე ვრცელდება ჩვენზე და აწესრიგებს, ასე ვთქვათ, მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებით მომავალთან არის დაკავშირებული. სამართლის მეორე პოლარული
ასე ვთქვათ, უკიდურესობა გახლავთ ის, რომ გარდაცვალების შემდეგაც სამართალი ჩვენთან არის. იგი არის მუდამ ჩვენთან ამყოფელი იმ თვალსაზრისით, რომ მე მაგალითად თუ არ ავტორი რომელიმე წიგნისა ან რომელიმე მუსიკალური ნაწარმოებისა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ მე მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ, სამართალი მიცავს და იცავს იმ არაქონებრივ, ასე ვთქვათ, ნაწილს უწინარეს ყოვლისა, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, ავტორობის უფლება, მაგრამ იცავს ქონებრივსაც, იმიტომ რომ ყოველი შემოსავალი ამ ჩემი ნაწარმოების შესრულების ან გამოცემის გამო ეკუთვნის ჩემს შთამომავლობას და არა სხვა ვინმეს და ამის გამო ძალიან ხშირად წარმოიშვება ხოლმე დაევა. ეს იგი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც არის სამართალი, რომელიც ფარავს პრეისტორიას და პოსტისტორიულ ნაწილს ჩვენი ცხოვრებისა, აღარ ვლაპარაკობ იმ ნაწილზე, როცა ჩვენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს შემეცნებული სრულად. იმიტომ რომ თუ ეს ასე არ იქნა, ჩვენ არ გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე. როცა ზნეობრივ ელემენტზეა ლაპარაკი, აქ ის კი არ არის, რომ ყოველ ნორმაში რომელიმე მცნება 10 მცნებიდან ჩაქსოვილი. არა, აქ ლაპარაკი არის ის, რომ სამართალი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ზნეობრივ მაქსიმებს, ზნეობრივ მოთხოვნებს. თუ კი ის ეწინააღმდეგება ზნეობრივ მოთხოვნებს, მაშინ ის უბრალოდ ვეღარ იქნება სამართალი, იმიტომ რომ ეს აუცილებელი წინაპირობა არ იქნება დაცული. ეს ელემენტი სამართლის სტრუქტურაში არის კონსერვატული ელემენტი, რომელიც გვეზიდება უკან და გვაიძულებს, რომ ვიყოთ ერთგული იმისა, საიდანაც ჩვენ წარმოვსგებით. მაგრამ მარტო ამ ელემენტის წყალობით სამართალი ვერ გახდებოდა რეგულატორი ჩვენი ცხოვრებისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამართლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და ფუნქცია არის მოაწესრიგოს ჩვენი ცხოვრება. მოაწესრიგოს არა მარტო ის ხარვეზები, რომელიც უკვე წარმოიშვა, არამედ მოაწესრიგოს ის გაუთვალისწინებელი და მოუწესრიგებელი ურთიერთობანი, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო ცნობილი და წარმოიშვა შემდგომ. ეს შეეხება მაგალითად კოსმოსს, ეს შეეხება თქვათ მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომელიც შეუძლებელია გათვლილი ყოფილიყო წინასწარ, ან თქვათ ინტერნეტის წარმოშობა მთელი რიგი საკითხები, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო. მეორე ეს არის პოლიტიკური ელემენტი. ჩვენთან პოლიტიკა რაღაცა ხშირად გაიგივებული არის კლასთან ბრძოლასთან, ან არჩევნებთან და ასე შემდეგ. აქ პოლიტიკური ელემენტის ქვეშ იგულისხმება საჭიროება, მიზანშეწონილება, ესე იგი სოციალური აუცილებლობა ან მოთხოვნილება. ამიტომ ეს ელემენტი, რომელიც უნდასმიერი კი არ არის, საჭიროების მიერია. ამიტომ ის ყოველთვის პროგრესული ნაწილია, ეს წინა ნაწილია, ეს წინ სწრები ფაქტორი არის და იმ დროს, როდესაც ჩვენ ზნეობრივი მოთხოვნები და ზნეობრივი ნორმები უკან გვეზიდებიან, ამ დროს ეს ელემენტი წინ გვწევს და გვაიძულებს მოვაწესრიგოთ ყოველივე ეს სათანადო ტექნიკით, რომელსაც საკანონმდებლო ტექნიკას ეძახიან. დაუკვირდით რა ხდება, აღმოჩნდება, რომ სამართალს საკუთარი სუბსტანცია არ გააჩნია. აღმოჩნდება, რომ სამართალი არის ნაზავი ორი სხვა ელემენტისა, ზნეობისა და პოლიტიკისა. გასაგებია რა? ეს ძალიან საინტერესო ამბავია. მაგრამ აქვე უნდა დავზინოთ, რომ მათი გაერთიანება ხდება ლოგიკით. ეს უბრალო ნაზავი კი არ არის, რომელსაც ნებისმიერი საშუალებით აურევ ერთმანეთში. არამედ იგი ძალიან კაცრი ლოგიკით არის ერთმანეთთან შერწყმული. ეს საიდან ჩანს, იცით? ეს იქიდან ჩანს, რომ როდესაც ჩვენ ცალკეულ ნორმებს და კონსტრუქციებს ვაშენებთ სამართალში, იქ განაყოველთვის 50-50-ია ზნეობისა და პოლიტიკის თანაფარდობა. ზოგჯერ ზნეობის ელემენტი ჭარბობს პოლიტიკურ ელემენტს, ზოგჯერ პოლიტიკური ელემენტი ჭარბობს ზნეობის ელემენტს და რახან ისინი ორივენი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კომბინაციაში იმყოფებიან და სხვადასხვა პროპორციაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეგრეთ წოდებული მზომელობითი აპარატი, ანუ ლეგიმეტრიული, ასე ვთქვათ, გაზომვები და თანაფარდობანი, რომლის გარეშე სამართალი ვერ გასცევს თავის ჭაპანს, ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ამიტომ არის, რომ როცა ჩვენ ვეცნობით სხვადასხვა ნორმებს, ჩვენ ვნახავთ, რომ იქ თანაფარდობა
ნორმის სხვადასხვა ელემენტებს შორის განაყოლთვის ერთნაირია, არამედ განსხვავებული. რახან სამართლის ნორმა და სამართალი საზოგადოებრივ მისი სტრუქტურა შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან, ბუნებით სრულიად სხვადასხვა ელემენტებისაგან, რომელთაგან ერთი უფრო კონსერვატულია, ხოლო მეორე კიდე წინმსწრები და უფრო ავანგარდული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის რა ჭირდება საზოგადოებას. ისე, რომ არ დაირღვას ძირითადი პრინციპები სამართლისა. ყოველთვის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კანონსა და სამართალზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ რახან სამართალი როგორც წესი კანონის ფორმით არის, ასე ვთქვათ, გამოხატული. ამიტომ ეს კანონი აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ ორივე მისი ელემენტის მეშვეობით. ეს არის კანონის აზრი, ანუ კანონის სული და კანონის ტექსტი. თუ ჩვენ ეს ერთი წუთით მაინც დავივიწყეთ, შეიძლება ძალიან სერიოზული შეცდომები მოგვივიდეს. რატო? იმიტომ რომ კანონის აზრი არის მთავარი და წამყვანი მოტივი სამართლებრივ შემოქმედებაში, ხოლო კანონის ტექსტი არის ოდენ ფორმა, შენიღვა, ეს არის მისი შეფუთვა. და ამიტომ ერთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაც არ გამოგვჩეს, რაღაც არ დავაშაოთ, რაღაც მოუწესრიგებელი არ დაგვრჩეს ან ცუდად არ მოვაწესრიგოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს სწორად ნაგულვები და სწორად ჩაფიქრებული იდეა არ იყოს არასწორად გამოწყობილი ტანსაცმელში, ესე იგი არასწორად იყოს, ასე ვთქვათ, ტექსტუალურად ჩამოყალიბებული. ამის საშიშროება გახლავთ ძალიან დიდი. რატომ? პირველი იმიტომ, რომ როცა აზრობრივ შეცდომებზე არის ლაპარაკი, დაუკვირდით, ხომ ვიცით ჩვენ, რომ არსებობს არა მარტო საზოგადოებრივი კანონები, არამედ არსებობს კიდევ ბუნების კანონები. ახლა მაგალითად მისი გრავიტაციის კანონი, სულ სხვა კანონი ეს ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. და მაშინაც კი, როდესაც ადამიანები აყალიბებენ კანონს პარლამენტის მეშვეობით, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის უფლება, მაგალითად სიცოცხლის უფლება, მაგალითად თავისუფლების უფლება, მაგალითად საკუთრების უფლება და ასე შემდეგ, იქ ადამიანის ხელი რახან ურევია, ხოლო ადამიანი მოგეხსენებათ ცოდვილია, ცნობილია ფორმულა, რომ erare humanum est, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომა ადამიანის თანაარსია. ოდენ ღმერთი გახლავთ, ასე ვთქვათ, ის სუბსტანცია და ის სიმაღლე, სადაც ჩვენ შეცდომას არ შეიძლება ველოდეთ. დანარჩენ შემთხვევაში შეცდომა შეიძლება მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შეცდომა აზრის მიერია, თუ ეს აზრობრივი შეცდომაა, მაშინ მისი გამოსწორება უნდა მოხდეს სხვანაირად, ხოლო თუ ეს არის ტექსტუალური შეცდომა, მაშინ მისი გამოსწორება უნდა მოხდეს სხვანაირად. აზრობრივი ხარვეზის შევსება ხდება უწინარესყოვლისა და უმეტესწილად პარლამენტის მეშვეობით, იმიტომ რომ თუ რამე გამორჩა კანონმდებელს, კანონმდებელმა ის შეიძლება შეავსოს დამატებითი, ასე ვთქვათ, ღონისძიებების სახით, ხოლო რაც შეეხება მეორე ვარიანტს ამ ხარვეზის შევსებისა, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ანალოგიის ინსტიტუტი. თქვენ იცით, რომ სამართალი მცირე გამონაკლისის გარდა, რომელიც გვხვდება სისხლის სამართალში და ისიც ნაწილობრივ უშვებს ანალოგიას, არსებობს კანონის ანალოგია, არსებობს სამართლის ანალოგია, სამოქალაქო სამართალში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის რომ ეს სამოქალაქო სამართალში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხდება, ეს არ არის გასაკვირი, რატომ? იმიტომ რომ სამოქალაქო სამართალი იმდენად ვრცელი სივრცე გახლავთ, იმხელა სფეროა, სადაც შეუძლებელი ადამიანის გონება და ფანტაზია გაწვდეს ამ ამბავს და ამიტომ იმ თავითვე არის დაშვებული, მით უმეტეს ეს კერძო სამართალი. რაც შეეხება საჯარო სამართლის ისეთ დარგს, როგორც არის სისხლის სამართალი, იქ ამ მხრივ ცოტა სხვა ვითარება. სისხლის სამართალში ზოგს გონია დღემდე, რომ ანალოგია არის აკრძალული. მართლაც აკრძალულია, მაგრამ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქმედების კრიმინალიზაციას. თუ კი სიტყვა სიტყვით და სახელდებით არ არის გამოცხადებული ესა თუ ის ქმედება დანაშაულად, არავის აქვს უფლება, რომ იგი გამოაცხადოს დანაშაულად მიმსგავსებით, მიმგვანებით, ანალოგიით. მაგრამ თუ კი არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც საჭირო არის, რომ შეუმსუბუქოთ თქვათ, ეჭვმიტანილს ბრალდებულს ან ასე ვთქვათ, დამნაშავეს მდგომარეობა, ასეთ დროს სისხლის სამართლის კანონი
უშვებს ანალოგიას და სწორედ ამ ანალოგიის წესით შემოვიდა სისხლის სამართალში ბევრი ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო. მარწინამდეგობის გამომრიცხველი გარემოებები რომ არის. იცით თქვენ ამას ინგლისურად ქვია defenses, გერმანულად ქვია, თქვენ გერმანულენოვანი ბრძანდებით, ეს არის Rechtsfertigungsgründe და აი ეს შემთხვევები, რასაც ჩვენ გულისხმობთ, მარწინამდეგობის გამომრიცხველი გარემოებები არის უშვებს ანალოგიას. ასე წარმოიშვა მაგალითად მარკსზომიერი რისკის ინსტიტუტი, რომელიც ადრე არ იყო, ასე წარმოიშვა დამნაშავის შეპყრობის ინსტიტუტი, რომელიც არა მარტო ჩვენს კანონში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიც არის გათვალისწინებული სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით. სამართლის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით და სამართლის რაობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით ისტორია იცნობს ძალიან საინტერესო მცდელობებს. მაგრამ მე არ მგონია იყოს იმაზე საინტერესო რამე, როგორიც იყო საშინელი კრახი მარქსიზმის ამ საკითხში. როცა მე მარქსიზმის კრახზე ვლაპარაკობ და მარქსისტული ფილოსოფიის სამარცხვინო მარცხზე ამ საკითხში, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ერთი წუთით უშვებ იმას, რომ მარქსი იყო რაღაც, ასე ვთქვათ, ვაგლახ მეცნიერი. რა თქმა უნდა, კარლ მარქსი არის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში და აზროვნების ისტორიაში იყო, არის და დარჩება, როგორც რაღაც თვალშეუდგამ სიმაღლეზე მდგომი მოაზროვნე. ის თითქმის ყოველ წელიწადს იმ სიაში ასეულში შედის და ალბათ ყოველთვის დარჩება, მაგრამ ეს შეეხება ძირითადად მის მოძღვრებას ეკონომიკის ნაწილში, სოციოლოგიის ნაწილში და ფილოსოფიის ნაწილში. რაც შეეხება სამართლის დარგში, მე იმაზე უფრო სასაცილო და სამარცხვინო ვიდრე მარქსისტული დებულება ვერც კი წარმომიდგენი. საერთოდ როგორ შეიძლება გაბედოს ადამიანმა დაიწყოს სამართალზე საუბარი, როცა პროლეტარიატის დიქტატურას ქადაგებს. როგორ შეიძლება დიქტატურის ცნება შეათავსო სამართალთან, რომელიც სამართლიანობისკენ მიისწრაფებს. შენ იმ თავითვე აცხადებ შენ თავს, როგორც აბსოლუტურად იმპოტენტს სამართლებრივი აზროვნების თვალსაზრისით. როგორ შეიძლება შენ ახსენო დიქტატურა, ქადაგებდე პროლეტარიატის დიქტატურას ან ნებისმიერი კლასის დიქტატურას და ამავე დროს სამართალზე და სამართლიანობის ზრუნვაზე კონდეს საუბარი. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული. მაგრამ განა მარტო ამით შემოიფარგლებოდა მისი, ასე ვთქვათ, მარცხი, რომელიც გარდუვალი აღმოჩნდა. მეორე იყო ის, რომ მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართალს არ გააჩნია საკუთარი ისტორია. ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ სამართალი ზედნაშენური კატეგორია, რომ ბაზისი არის ეკონომიკა, სამართალი არის ზედნაშენი, ამიტომ იგი განიხილავდა სამართალსა და ეკონომიკას როგორც არგუმენტსა და ფუნქციას, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ მან მიაწეპა რაღაცნაირად, მიაბა ეს როგორც დამატება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეკონომიკას და დაიკარგა, ასე წარმოიშვა სამართლებრივი ნიჰილიზმი, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე პრაქტიკული შედეგები მოყვა. საერთოდ სამართალში უნდა მოგახსენოთ, რომ არ არსებობს არც ერთი დებულება არ არსებობს და ვერც მოიგონებს ვერავინ ისეც, რომელიც პრაქტიკაზე არ გადიოდეს. სამართალში ყოველი პატარა ჩამი-ჩუმი საბოლოო ჯამში ადამიანის ბედზე, მის თავისუფლებაზე და მის უფლებებზე აისახება. არ იკმარა ესეც და მოგეხსენებათ, რომ მარქსის შემდეგი დებულება იყო ის, რომ სამართალს არ აქვს წარსული, მაგრამ სამართალს არ აქვს მომავალი. იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ დამყარდება კომუნიზმი და კომუნიზმის დროს ყველაფერი მოწესრიგდება როგორც წესი და რიგია, არავითარი საჭიროება არ იქნება იქ სამართლის ჩარევისა და სამართლებრივი რეგულირებისა. ადამიანები იმდენად შეგნებულებები გახდებიან, რომ თავიანთი შეგნებულობის წყალობით ზნეობრივ დონეზე მოაწესრიგებენ თავიანთ ურთიერთობებს ერთმანეთთან. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ იმ ავბედით ხანაში გვასწავლიდნენ სამართალს, გვასწავლიდნენ სრულიად უსირწყვილოდ, რომ თურმე ჩვენ ვსწავლობთ რაღაც დისციპლინას და რაღაც დარგს ადამიანური საქმიანობისა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ ის, რაც მოხდა,
როდესაც დაინგრა ეს ყველივე და დაიშალა, ეს იყო გამოვლინება იმ დიდი მარცხისა, რა თქმა უნდა, რომელიც განიცადა უწინარესხობლისა იდეოლოგიურად ამ ამბავ. კანონის ტექსტის ხარვეზის საკითხი. როცა კანონის ტექსტი ვერ გამოხატავს ადეკვატურად იმას, ისი თქმაც ჩაფიქრებული ქონდა კანონმდებელს, აქ უკვე გამოიყენება სულ სხვა ინსტიტუტი, არა ანალოგიის ინსტიტუტი, არამედ ვინ მიკარნახებს. ეს არის განმარტების, მადლობელი ვარ ქალბატონ ნანიკო, ეს არის განმარტების, ეს არის კანონის განმარტების ინსტიტუტი. ესე იგი, ჩვენ ასეთ შემთხვევაში უკვე იძულებული ვართ მივმართოთ ჰერმენევტიკას, როგორც მეცნიერებას განმარტების თაობაზე, მარტო სამართლებრივი ჰერმენევტიკა კი არ არსებობს, არამედ არსებობს ჰერმენევტიკის ისეთი დარგები, როგორც თქვა ბიოლოგიური ჰერმენევტიკა და სხვა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს როგორ უნდა განიმარტოს, ასე ვთქვათ, კანონის ტექსტი. და აი აქ წარმოიშვება უზარმაზარი სივრცე, რომელზედაც ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ყველაფერი ვთქვათ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით. არსებობს რამდენიმე მოდალობა, რამდენიმე ვარიაცია, რამდენიმე პარადიგმა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ასეთ დროს. ერთი ეს არის ის, როდესაც კანონის ტექსტი აღმოჩნდება უფრო ვრცელი და მდიდარი ვიდრე კანონის აზრი. მეორე არის ისეთი შემთხვევა, როცა კანონის ტექსტი აღმოჩნდება უფრო ღარიბი და უფრო მცირე მოცულობით ვიდრე კანონის აზრი და მესამე, როდესაც არის თანხვედრა კანონის ტექსტსა და კანონის აზრს შორის. როცა არის თანხვედრა კანონის ტექსტსა და კანონის აზრს შორის, ანუ როცა არსებობს ადეკვატობა, როდესაც არსებობს შესაძლებლობა და ფაქტი იმისა, რომ ადეკვატურად გამოხატა ტექსტმა კანონით, ასე ვთქვათ, ნაგულვები აზრი, მაშინ არავითარი განმარტება არ გჭირდება, კანონის გამოყენება ხდება ადვეთ. მაგრამ თუ კი აღმოჩნდება ისეთი განსვლა, ისეთი დისკრეპანცია, როგორიც არის წინარე შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივმართოთ ან კანონის გამვრცობით განმარტებას, ან კანონის შეზღუდვით განმარტებას. გამვრცობითი განმარტება და შეზღუდვითი განმარტება ლიტერატურული მაგალითებით არის კარგად გამოხატული. ხშირად ამას ადარებენ პროკრუსტეს სარეცელს. მოგეხსენებათ, რომ ბერძნულ მითოლოგიაში პროკრუსტე გახლდათ კაცი, არც თუ კეთილშობილი, ასე ვთქვათ, ზრახვებით გამსვალული, რომელიც გზაჯვარედინზე იდგა, ყველა გამბვლელს აჩერებდა და შემდგომ ოპერაციებს ახორციელებდა. პირველი, თუ აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც იყო იმაზე უფრო გრძელი, ვიდრე მისი სარეცელი, ის დააწვენდა ამ სარეცელში და ამ ზედმეტ ნაწილს, ჭარბ ნაწილს მისი სხეულისა წარკვეთავდა. ეს იყო ერთი. მაგრამ თუ აღმოჩნდებოდა, რომ ეს კაცი იყო იმაზე მოკლე, ვიდრე, ასე ვთქვათ, ეს სარეცელი, მაშინ იწყებდა ის მის გაწელვას და მანამდე წელავდა, სანამ ამ სარეცლის ზომაზე არ დააყენებდა. ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა ლიტერატურული მაგალითია, მაგრამ საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ლიტერატურული მაგალითები სამართალში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს, თუ გამოიყენებთ ვრცლად ლიტერატურულ მაგალითებს, მაგრამ ზუსტად ნამდვილად მოგებული დარჩებით. მარტო ლიტერატურულ მაგალითებს კი არა. თქვათ სპორტული, ასე ვთქვათ, ასპარეზობის ნიუანსებს. მე მაგალითად თანამონაწილეობის საკითხი ძალიან რთული საკითხია და რო გამიჭირდა ამეხსნა, არაჩვეულებრივად მომეხმარა ფეხბურთის, ასე ვთქვათ, მოდელი. სადაც არსებობს, ვთქვათ, მწვრთნელი, არსებობს კაპიტანი გუნდისა, არსებობს ნახევარდაცვა, არსებობს პასი, ჩაწოდება, გოლის გატანა და ასე წარმოიშვა, ასე ვთქვათ, პარალელები აღსრულებასთან, თანააღსრულებლობასთან, შვალობით აღსრულებლობასთან და რა ვიცი, 1000 სხვა. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შეგონების გარეშეც თქვენ ამას ალბათ არაჩვეულებრივად იყენებთ. ეხლა მე მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელიც უფევს ჩვენს დარგში ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. აქ არის სრული არევ-დარევა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცნებები და ტერმინები როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ასე ვთქვათ, ავიცილოთ ეს თავიდან, შეუძლებელია, რომ გავლენას არ ახდენდნენ ადამიანის თავისუფლების, ასე ვთქვათ, სფეროზე. სიტყვა, რომელსაც შენ არასწორად იხმარ, შეიძლება ხელყოფდეს ადამიანის თავისუფლებას და უფრო ვიწროდ წარმოადგენდეს იმას, ვიდრე მას ეკუთვნის და შეიძლება პირიქით იმაზე მეტს და იმაზე ჭარბად წარმოადგენდეს, ვიდრე
ასე ვთქვათ, მას ეს ეკუთვნის და მისი კუთვნილება არის. და გაოგნებული ვარ მე, როგორ ხდება, რომ ჩვენი ჟურნალისტები იქნებიან თუ ცალკეული, ასე ვთქვათ, პიროვნებები, ვინც სამართლის თემას ეხებიან, ასე ვაგლახად ეპყრობიან ჩვენს, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიას. მაგალითად, ამ ბოლო დროს მე მოისმინე ისეთი სიტყვა, როგორც არის ნასამართლეობა. გაუგებრია საიდან აიღეს ეს სიტყვა, როცა არ არსებობს ასეთი სიტყვა, არსებობს ნასამართლობა. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, როდესაც ხმარობენ ვთქვათ, ექსტრადაციას. ეს იმას ნიშნავს, იმის ნაცვლად რომ იხმარონ ექსტრადიცია, მაგალითად, ხომ? ეს რას ნიშნავს, იცით? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი შეხვედრები და ასეთი ლექციები, ასეთი ურთიერთობებიც კი არ გვეყოფა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. წიგნისმიერი განათლება საქართველოში არის ამჟამად თითქმის დავიწყებული. მე დიდი მადლიერებით მინდა მოიხსენიო უწმინდესისა და უნეტარესის ყველა წამოწყება და მათ შორის ის, როდესაც მან დაინახა იგრძნო ის კრახი, რომელიც დაიწყო საქართველოს სულიერებაში წიგნისმიერი განათლების უკმარისობის გამო, მართალია მარტო ამ მოწოდებებით ეს საციადვილად კი არ ხერხდება, მაგრამ ვინაიდან ის არის შეუვალი ავტორიტეტი და იგი სარგებლობს არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერით საზოგადოებაში, იქნებ ცოტა მაინც ოდნავ მაინც წაადგეს საქმეს. მე არ მგონია ახლა რომ მარტო იმაზე იყოს მიჩერებული ქართველი კაცი, როდის მოუნათლავენ შვილს, ასე ვთქვათ, პატრიარქის დონეზე. მან რა თქმა უნდა ყურად უნდა იღოს ის მოწოდებები, რომელიც პატრიარქიდან წარმოსდგება, იმიტომ რომ ყოველი მათგანი არის გათვლილი და გაანგარიშებული ქართული სულიერების პროგრესზე. და ამიტომ ეს ასე უნდა მოხდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით წამოიშლება ერთი უზარმაზარი თემა, რომელიც ჩვენს ლიტერატურაში შემიძლია გაბედულად თქვა, საერთოდ არ არის გაშუქებული. ეს არის თემა ხალხური და პროფესიული წარმოდგენები სამართალზე. საქმე ის არის, რომ ხალხური წარმოდგენები, რა თქმა უნდა, საფუძვლად უდევს შორეული წარსულიდან თუ დავიწყებთ ყოველივეს იმას, რაც სამართალში ხდება. სამართალი მნიშვნელოვანწილად არის ნაკვები და ნასაზრდოები ხალხის შემოქმედებით, ხალხის ფიქრებით, ხალხის განცდებით, ხალხის აზრებით. ამიტომ ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ყოველივე ამას. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ხალხის ცოდნის დონე სამართლის დარგში არ შეიძლება აღემატებოდეს იმ პროფესიონალებისას, რომლებიც დღე-დაღამეს ათენებენ და ცდილობენ, რომ ჩასწვდნენ სამართლის რაობას ისეთი საშუალებებით, როგორც არის არა მარტო საკუთრივ იურიდიული და დოგმატიკური კვლევის შედეგები, არამედ მომიჯნავე მეცნიერებათა, ასე ვთქვათ, დასკვნები. თქვენ იცით, რომ სამართალი არ შეიძლება განვითარებულიყო ასეთნაირად და აგრერიგად, თუ იგი არ იხელმძღვანელებდა და არ ისარგებლებდა ისეთი მონაცემებით, როგორც არის ფილოსოფიის მიღწევები, როგორც არის ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის მიღწევები, როგორც არის ბიოლოგიის, პედაგოგიკის, ფსიქიატრიისა და სხვა მიღწევები. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ამიტომ, როდესაც სამართალი, როგორც მეცნიერების დარგი და როგორც პრაქტიკული დარგი თუ გნება დაისაჭიროებს ყოველივე ამას, გამოცდის და ემპირიული მასალით განამტკიცებს თავის დაკვირვებებს ამ დარგში, ცხადია ის არ შეიძლება შეედაროს იმას, რასაც ქართველი კაცი ამბობს, ისე დაუფიქრებლად მეტაფორულად, მაგალითად, არ ცოდნა, არ ცოდვაო. ეს არის ყოფითი სიტუაცია, რომელიც მას უადვილებს, რომ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. მაგრამ სამართალმა არ იკმარა არ ცოდნა, არ ცოდვაა და სამართალმა შეიმუშავა ძალიან დახვეწილი, ნიუანსირებული ფორმულა. კერძოდ რა? თქვენ იცით, რომ არსებობს ძველი რომაული გამოთქმა, არ გეგონოთ, რომ მე ლათინურის დიდი მწოდნე ვიყო, მაგრამ მიყვარს ძალიან ეს გამოთქმა და ეს გამოთქმა არის ასეთი: non scire, ანუ არ ცოდნა. quod scire debemus et possumus, ძიმე, culpa est. ესე იგი არ ცოდნა, როდესაც იყო მოვალეობა და შესაძლებლობა ცოდნისა, ბრალი. პროფესორ მინდია უგრეხელიძის აუდიტორია.
ნაწილი მეორე. Non scire hanno arzodna. Quod scire debemus et possumus, zime, culpa est. ესე იგი arzodna, როდესაც იყო მოვალეობა და შესაძლებლობა ცოდნისა, ბრალი. ასეთი მაგალითი მე შემიძლია მოვიტანო ბევრი. მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველივე ამის ცოდნა და ამის კვლევა? მე ვიტყოდი რომ ამაზე ცალკე გამოკვლევა შეიძლება დაიწეროს. იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ის რასაც ხალხი ამბობს პირიქით განამტკიცებს იმას რაც სამართალში არის ნათქვამი. ზოგ შემთხვევაში პირიქით ეწინააღმდეგება და უნდა იქნეს დაგმობილი და ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ განამტკიცებს და ნაწილობრივ ეწინააღმდეგება. ამის ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. ეხლა რაც გამახსენდება ესე გამორბენით თუ შეიძლება გეტყვით. მაგალითად ქურდის ქურდი ცხონებულიაო იტყვის კაცია რა. არ არის ქურდის ქურდი ცხონებული, იმიტომ განვითარებული იურიდიული აზროვნება ამას არ დაუშვებს. იმიტომ რომ შენ რომ ქურდს მოპარო მარტო იმიტომ რომ ის თვითონ სხვისი ქურდია არ გამორიცხავს ასე ვთქვათ შენი ქმედების უმართლობას და ეს არასწორი დებულება. იმ დებულებაში რომელიც გამარტიებული სახით ასე ჟღერს სამართალი ეს არის ნორმათან უქცევის წესების სისტემა რომელსაც რაღაც ფუნქცია აკისრია, კერძოდ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების ფუნქცია, რაღაცის დაცვის ფუნქცია აკისრია. და ეს ყოველივე ხდება სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, დადგენილი პროცედურის მეშვეობით. ეს მარტო საკმარისი არ არის, რატო ჯერთი სამართალი არ არის მარტო ნორმების, ანუ შეფასებითი ცნებების, ასე ვთქვათ, სისტემა. თქვენ იცით რომ სამართალს განეკუთვნება ისეთი ამბები, როგორც არის ვთქვათ რაღაც მდგომარეობა. მდგომარეობა არ არის ნორმა. მდგომარეობა არის გაცილებით უფრო მეტად დესკრიფციული მოვლენა, ვიდრე პრესკრიფციული, რა. შეიძლება იყოს რაღაც პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ხომ? ის პროცესი კი არა სასამართლოში რომ მიდის. რაღაც მდინარება, საქმიანობის გარკვეული, ასე ვთქვათ, ნაკადი. ეს არ არის წმინდა ნორმატიული ამბავი, ის ამავე დროს დესკრიფციულიცაა და უწინარეს ყოვლისა დესკრიფციული. ამიტომ ჩვენ დავიჩემებთ იმას, რომ მაინცა და მაინც მივაკვდეთ ამ ნორმატიულ განსაზღვრებას. ელემენტები ნორმატიულ განსაზღვრებისა თვითონ ნორმატივიზმი გულისხმობს რაღაც ფაქტს, იმიტომ რომ შეფასება ხომ ფაქტების, პროცესების და რაღაცების ხდება რა, ეს გარდუვალია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავძლიოთ ეს, გადავლახოთ ეს რუბიკონი და რაღაც წინ წავიდეთ. თქვენ იცით რომ არსებობს თქვათ პოზიტივიზმი, აი ჰანს კელზენი იყო ამის ყველაზე დიდი წარმოადგენელი, ნორმატივიზმი თქვათ ვილჰელმ ზაუერი, რომელმაც გენიალური წიგნი დაწერა, იცით თქვენ ეს გერეხტიკა, ანუ სამართლიანობას ეძღვნება ეს ამბავი. არსებობს სამართლის რეალისტური სკოლა, ეს ამერიკული სკოლა გახლავთ, ეს ოლივერ ვენდელ ჰოლმსი და სხვაები და ფრანგული. 1000-ნაირი მიმართულება არსებობს, ბუნებითი სამართლის სკოლა, ბევრი სხვა სკოლა არსებობს, მაგრამ მე შემიძლია გაბედულად თქვა რომ დღევანდელ დღეს არაფერი ისე არ მძლავრობს როგორც ინტეგრაციული იურისპრუდენცია, რომელიც ამბობს რომ რატო უპირისპირებთ ყველაფერს ამას ერთმანეთს, რა საჭიროა დაპირისპირება, განა ბუნებასა და საზოგადოებაში დაპირისპირებულია ყველაფერი, ბევრი რამ გადადის ერთმანეთში. ერთმანეთის მეზობლები, ერთმანეთის ნათესაები, ერთმანეთის ახლობლები არიან და ელემენტები მეზობელი ცნებებისა და მონათესავე დისციპლინებისა ერთმანეთში შეიძლება აღმოაჩინოთ. მე ვფიქრობ რომ ეს ინტეგრაციული იურისპრუდენცია, რომელსაც მე ჯერ კიდევ ადრე გავეცანი, მაგრამ არა თეორიის დონეზე, არამედ სისხლისამართლის დონეზე, ეს იყო ჯერომ ჰოლი. ჯერომ ჰოლმა ჯერ კიდევ 40-იან წლებში ომის მერე დაიწყო ამ ამბების წერა, მაგრამ შემდგომ იგი თეორიაში გადავიდა და დღეს უკვე მისი მიმდევრები ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ. მე პირადად უნდა გაგანდოთ ჩემი გემოვნება და გითხრათ, რომ მე შორს ვარ სამართლის ცალმხრივი გაგებისაგან, თვით ისეთი გაგებაც კი, როგორც არის წმინდა პურისტული, ნორმატივისტული გაგება, ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია და აუცილებლად მიმაჩნია, რომ მასში შევიწყნაროთ ისეთი ელემენტებიც, რომელიც არაა წმინდა ნორმა. მაგალითად, როგორც შეიძლება დღეს, როცა პრეცედენტულ სამართალს ვცნობთ ჩვენ, მხოლოდ კანონმდებელს ამარავიყოთ და არ ვცნოთ არა მარტო პრეცედენტი, არამედ თქვათ სამოსამართლო დოქტრინები.
დაახლოებით 1.40-50 ისე დოქტრინა არსებობს, როგორც არის მაგალითად margin of appreciation, რა ქვია მას ქართულად, თავისუფალი მიხედულების არე, რომელიც ეძლევა ქვეყნებს, როგორც არის მაგალითად სუსხავი ეფექტის დოქტრინა, ვთქვათ, ხო? რა არის არსებობს დოქტრინის სახით, ხო? ის ხომ ნორმა არ არის რა? მართალია ნორმატიულ მნიშვნელობას იძენს, რახან იგი გადაწყვეტილების სახით არის თავის დროზე ჩამოყალიბებული, ვთქვათ, ევროპის ან რომელიმე საერთაშორისო მართლმსაჯულების იმაში, მაგრამ ასე გამოწვეული, ასე გამიჯვნით თქმა და ასე კატეგორიულად, რომ ის წმინდა ნორმატიული მოვლენა, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება. და რაც მთავარია, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემის აზრით არის ის, რომ სამართალს ჩვენ მკვეთრად მკაფიოდ და ერთხელ და სამუდამოდ მიუჩინოთ თავის საკეთებელი საქმე. ეს არის არა მარტო მოწესრიგება სამართლებრივი ცხოვრებისა, არამედ ისეთი მოწესრიგება, რომ ეს ცხოვრება გახდეს სტაბილური, ჰარმონიული და სამართლიანი. ესე იგი, სამართლიანობის მიღწევა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც სამართალს უნდა უსახავდეთ და რომელსაც სამართალს ჩვენ ისედაც უსახავთ კაცობრიობა, ზოგჯერ როცა ამაზე არც კი ვლაპარაკობთ. ეს არის აუცილებელი. ის რასაც ჩვენ სამართალს უსახავთ მიზნად. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ შეიძლება განეკუთვნებოდეს ოცნების სფეროს. ხომ არ შეგიძლიათ მოკლედ ვითხრათ რა მიგაჩნიათ თქვენ იურისტისთვის ერთ-ერთ თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან თვისებად, ანუ მოთხოვნად, რომელიც მას წაეღება. ერთ-ერთ თუ არის საუბარი, იურის აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლოგიკა. ლოგიკა, ძალიან კარგი. დიდი მადლობა. როცა სამართლის ცნებაზე ვლაპარაკობდით და ვთქვით, რომ ის არის ნაზავი ცნებისა და პოლიტიკისა, იქ ისიც ითქვა, რომ ეს არის უბრალო ნაზავი კი არ არის, არამედ მკაცრი ლოგიკით დაკავშირებული ერთმანეთთან. ამიტომ თქვენი პასუხი არის სნაიპერულად სწორი. მადლობთ. ვინაიდან სამართალი არის სამართლიანობის ნება, აქედან გამომდინარე სამართლიანობა უნდა იყოს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იურისტის. სამართალი ეს არის სამართლიანობის ნება. თუ კი სამართალი არის საშუალება, თუ კი ის არის რეგულატორული ფუნქციის მატარებელი რაღაც სასწაულმოქმედი ძალა და რომელიც ძირითადად მიმართულია სამართლიანობაზე, აი ეს ფორმულა, რომ სამართალი არის სამართლიანობის ნება, ძალიან კარგად არის მოხდენილად არის ნათქვამი სამართლიანობის ნება. სხვა შორის ნაშრომებში მე წავაწყდი რამდენიმეს და როგორც ჩანს ეს რადბრუხიდან არის აღებული, რადბრუხის სამართლის ფილოსოფია. ან მისი 5 წუთიდან. იურისტს უნდა გააჩნდეს თავისი პრინციპები, რომელსაც ის არ უღალატებს. ფლუგერული არ უნდა იყოს, არ უნდა იხრებოდეს ხანაკეთ და ხანიკეთ. ძალიან კარგია. აი როგორ ივსება თანდათან ჭეშმარიტების სალარო. იურისტი უნდა იყოს თავისუფლად მოაზროვნე, ვინაიდან ის ვერასდროს ვერ გათვლის, რა სიტუაციაში მოუწევს მას მოქმედება, რა ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს და მას ყოველთვის შეეძლოს მოცემული ამოცანა ამოხსნას მაქსიმალურად ეფექტურად. მაშინ როცა არ აქვს მომზადებული ეფექტიანად, მაშინ როცა არ აქვს მომზადებისთვის საჭირო დრო. ეს ალბათ გარკვეულად კრეატიულობას, ანუ შემოქმედებით აზროვნებას გულისხმობს. კი ბატონო, კარგია. იურისტს ჩემი აზრით უნდა გააჩნდეს აზრის მკაფიოდ და გამჭირვალად გამოხატვის უნარი, როგორც წერილობით, ისე ზეპირად. ლათინური გამოთქმა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული კანონი საერთოდ არ არის კანონი. ესე იგი, თვითონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ისევე როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულება, ქადაგებს იმას, რომ კანონს უნდა ჰქონდეს შიდა მოხმარების კანონზე ალაპარაკი, ესე იგი შიდა სამართალში, ეროვნულ სამართალს უნდა ჰქონდეს ორი აუცილებელი განზომილება. ერთი, ეს არის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომ იგი სრული მოცულობით ასახავდეს იმ საჭიროებას, რომელიც ასე ვთქვათ, საზოგადოებაში წარმოიშვება, ეს არის ერთი და მეორე, რომ ეს უნდა ხდებოდეს გამჭვირვალე საშუალებით. ეს უნდა იყოს, მაგას ეძახიან ინგლისურად ქვია legal certainty. ნიშნავს სამართლებრივ გარკვეულობას. ეს რაც თქვენ ბრძანეთ, ვერასდროს ვერ იქნება მიღწეული, თუ ადამიანებს არ შესწევთ ეს გააკეთონ. მადლობთ, სწორია და კარგია. თქვენ გნებავდათ რა? აუცილებლად ფილოსოფიურად მოაზროვნე, რომ შეძლოს განვითარება თავის დარგში, თავის მეცნიერებაში.
ძალიან საინტერესო აზრია. მე თვითონ მაგ უნდა მეთქვა, მაგრამ ეთქობა დავაკელი რაღაცა. როგორ არის იცით, კარგი იურისტი ვერ იქნები თუ არ ჩაწვდი შენ სამართლის არსს და სამართლის არსს შენ ვერ ჩაწვდები თუ არ მიუჩინე სამართალს ადგილი სამყაროში. სამყაროს სწავლობს ფილოსოფია. ესე იგი, შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ბოლომდე რა არის სამართალი, მას ვერც გემოს გაუგებ და ვერც ასე ვთქვათ არომატს, თუ არ გეცოდინება რა ადგილი ჰპოვა მან ამ განუსაზღვრელ სამყაროში. ესე კონტექსტში თუ არ შეგიძლია დაინახო. ძანეთ? ჩემი აზრით იურისტს უნდა გააჩნდეს იმპროვიზაციისა და გარდასახვის უნარი, აი, ხელოვნებასთან დაკავშირებით, აი, განსაკუთრებით სამოსამართლო ხელოვნება, რასაც ქვია იურისტის მოღვაწეობის ამ ჟანრში. ყველანაირი იურისტს ელაპარაკობ, მარტო მოსამართლეზე კი არა. აი, იმპროვიზაციის განსაკუთრებით ეს პრობლემა თქვა, როცა იმ კრეატიულობაზე თქვა. კი სწორია ეს, განა არ არის სწორი. კიდევ მოვლენებს სწორად უნდა უკავშირებდეს ერთმანეთს, ის გარემოება, რასაც აქვს მას შეხება, სწორად უნდა მოარგოს რომელი ნორმას და რომელი ნორმა უნდა მოძებნოს სამართლებრივი მოვლენას და ჩასვას, ანუ მზომელობითი განსჯადება უნდა ჰქონდეს. ამას ბარემ თქვენ რახან ამდენი თქვით სუბსუმციის ნიჭსა და უნარს. სუბსუმცია არის ფაქტების ნორმებთან შეთანაწყობისა და შესაბამისობაში. სუბსუმცია ქვია მაგას ევროპაში. ჩვენთან ნორმის შეფარდებას ეძახიან. სწორია და კარგია. მივიჩნევ, რომ იურისტი უნდა იყოს ჰუმანურად განწყობილი, რადგან ამის მთავარ ასე ვთქვათ, სურვილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანების კეთილდღეობა. შესანიშნავი. რამდენი რამე ჭირდება თუ სად ვიპოვოთ ახლა ჩვენ? სად ვიშოთ ასეთი იურისტი, რომელსაც ამდენი თვისება ექნება და ამდენი თვისება. კი ბატონო, მე სულ მაინტერესებს სამართლებს თუ არა ჩემს ათქმელს ვინმე. სამართლის აღდგენა თუ სამართლის დამკვიდრება. არ არის საჭირო დაპირისპირება ამ ორი ცნებისა. არ არის საჭირო დაპირისპირება ამ ორი ამოცანისა. ასე კი არ უნდა ვთქვათ სამართლის აღდგენა თუ სამართლის დამკვიდრება. არამედ ჩვენ უნდა ვთქვათ სამართლის ჯერ სამართლის აღდგენა და მერე დამკვიდრება თუ ჯერ სამართლის დამკვიდრება და მერე აღდგენა. ძალიან მოკლედ გეტყვით. რა თქმა უნდა, სადაც კი გამრუდებულა სამართალი, ყოველ ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს იქ აღდგენა მისი და როცა მოხდება ამის აღდგენა, ამის შემდგომ შეიძლება ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სამართლიან საზოგადოებაში და სამართლიანობამ, ასე ვთქვათ, დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი ადგილი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურ განზომილებაში სამართლიანობა არასდროს არ იქნება, ყოველთვის იქნება ცალკეული გამრუდებანი ამ ისტორიისა და სამართლიანობისა, მაგრამ თავარი არის, რომ ეს იყოს იმ დოზით, რა დოზითაც საზოგადოება შეძლებს გააგრძელოს თავისი ფუნქციონირება. როგორც კი ეს გადააჭარბებს იმ დოზას, მაშინ მოხდება ის, რასაც ქვია სოდომ და გომორა. და თქვენ იცით, რომ როგორი ინგრეოდა იმპერიები და როგორი იშლებოდა ყველაფერი, როდესაც ეს ბალანსი, ასე ვთქვათ, ირღვეოდა. ეხლა რა საშუალებები გააჩნია კაცობრიობას საიმისოდ, რომ ამ სამართლიანობას მიაღწიოს? ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე უფრო ვთქვათ, გამორჩეული ინსტიტუცია გახლავთ სასამართლო. მე ცოტა მეუხერხულება სასამართლოზე საუბარი, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, მე არ ვიცი გვირევია თუ არა ვინმე ათეისტი, მაგრამ ნამდვილი სასამართლო, საბოლოო სასამართლო, ნამდვილი მართლმსაჯულება, საბოლოო მართლმსაჯულება ჩვენ გველოდება იქ, სეციურ ცხოვრებაში. და ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ცოდვილ დედამიწაზე რაღაც მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი საშუალება, რათა სანამ ან ჯოჯოხეთში გავეშურებოდეთ და ან სამოთხეში ავუღობდეთ თავს, თუ კი ამას დავიმსახურებთ, მანამდე მეტნაკლებად შესაძლებელი იყოს დედამიწაზე, ასე ვთქვათ, ნორმალური ცხოვრება. ამიტომ, როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ გავექცეთ ამ ამბავს, ან და მივიჩნიოთ ფუჭად ამაზე ლაპარაკი, ფაქტი არის, რომ ამ ცოდვილ დედამიწასაც პატრონი უნდა ყავდეს და ეს პატრონი უნდა იყოს აუცილებლად დემოკრატიული ინსტიტუცია. იმიტომ რომ სამწუხაროდ კაცობრიობაში ჯერ დემოკრატიაზე უკეთესი არაფერი მოუგონია. არ არსებობს იმაზე უფრო დემოკრატიული ინსტიტუტი, როგორც არის სასამართლო, არ არსებობს, არ შექმნილა ჯერ და ამას განსაზღვრავს მისი პროცედურა. იმიტომ რომ სასამართლო პროცედურები არის
ყველაზე მეტად დამცველი ადამიანის უფლებებისა. გათვალისწინებული არის კოლეგიურობა, გათვალისწინებული არის შეჯიბრებითობა, გათვალისწინებული არის საჯაროობა, საქვეყნობა და 1000 სხვა რამ. მართალია მეტნაკლებად არის ეს წარმოდგენილი სხვადასხვა სისტემაში, მაგრამ მაინც. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მსჯელობა იმაზე, თუ რომელი სისტემა ამჯობინებს ასეთ შემთხვევაში, რომ დამკვიდრდეს საქართველოში. ჯერჯერობით სრულყოფილი სისტემა არათუ საქართველოში, არამედ არსად არ ყოფილა. არსებობს 3 ძირითადი მოდელი და მე მინდა გაგახსენოთ. სასამართლოს მოდელთაგან არის ცნობილი ერთი ისეთი მოდელი, სადაც მხოლოდ პროფესიონალი მოსამართლეები განსჯიან. მეორე ეს არის ისეთი მოდელი, სადაც პროფესიონალი მოსამართლე და არაპროფესიონალი მოსამართლე არის შერწყმული ერთმანეთთან, მაგრამ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროპორციით და არის ნაფიცსაჯულთა სასამართლო, სადაც იმდენად დიდია პროპორცია და უპირატესობა არაპროფესიონალებისა პროფესიონალთან შედარებით, რომ შეიძლება უხერხულიც კი იყოს ლაპარაკი საერთოდ არაპროფესიონალის მონაწილეობას. მე ძალიან მარტივად დავიწყებ ამას, თქვენ ალბათ იცით, რომ მესაჩნელი წინააღმდეგი ვარ ნაფიცსაჯულთა სასამართლოს საქართველოში, რომ შემოვიდეს, იმიტომ რომ ნაფიცსაჯულთა სასამართლო ეს არის ფაქტობრივად ორი სასამართლო ერთი სახურავის ქვეშ, სადაც აგერ 12 არაპროფესიონალი წვეთს ეგრეთ წოდებული ფაქტის საკითხებს, ხოლო ერთი მოსამართლე იურიდიულ ნორმის, ანუ სამართლის საკითხებს წვეთს და კიდე დასაშვებობისა და ზოგიერთ ასეთ საკითხს. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ამ სასამართლომ ვერდიქტის სახით, ეს არის ის, იყო თუ არა კაცი დამნაშავე. guilty, not guilty, ვინოვენ, ნევინოვენ, ბრალეული, არაბრალეული, დამნაშავე, არდამნაშავე. ერთი აბსოლუტური გაუგებრობა იმ საკითხში არის თუ არა კაცი დამნაშავე, რატომაა ეს ფაქტის საკითხი და არ არის იმავდროულად იურიდიული საკითხი. მეორე სუზონა ნეიშვილის მთელი შემოქმედება სწორედ ამას ეძღვნებოდა, რომ არ არის ადვილი ამის გარკვევა და მან როცა დაწერა თავისი ხელთუქმნელი ნაშრომი სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა, იქ სწორედ ეს წარმოაჩინა, შეიძლება თუ არა ფაქტი ნორმის ფუნქციას ასრულებდეს და შეიძლება თუ არა ნორმა განიხილებოდეს როგორც ფაქტი. ესე იგი, სამართლის ფილოსოფოსები ვერ გარკვეულან ამ ამბავში და წარმოიდგინეთ, თქვენ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რაღაცა ორკურსიანი განათლებით მოსული მოსამართლე, რომელსაც არ აქვს ის მომზადება, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან დიდ ბექგრაუნდებს მოითხოვს, როგორ გაარკვევს ამას, ასე ვთქვათ, და როგორ მოუვლის ამ ამბავს. თავარი არის ის, რომ ეს 4-ჯერ უფრო ძვირიჯდება, როგორც ენერგიის მხრივ, ასე დროის მხრივ, ასე ორგანიზაციული რესურსის მხრივ და ასე შემდეგ და რაც თავარია მთელს მსოფლიოში ხდება მისი თანდათან შევიწროება. იმ ქვეყანაში, სადაც ის დაიბადა, ინგლისში ეს ტენდენცია არის შეუქცევადი ტენდენცია, იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა ნაფიცსაჯულთა სასამართლო, ეს არის ამერიკა, იქ არის შეუქცევადი ტენდენცია. შეიძლება ითქვას, რომ O.J. Simpson-ის საქმის მერე ამერიკაში დასცინიან კიდევაც ამ ინსტიტუტს, იმიტომ რომ იცით თქვენ, O.J. Simpson-მა დასცინა თვითონ ამ სასამართლოს და როცა მთავრდებოდა პროცესი, ამას იწერდა სასამართლო ტელევიზია არსებობს იქა, ასეთი და იქ გადაულაპარაკა თავის ადვოკატს, რომ გონი მართლა არ მომიკლავს ჩემი ცოლი, არა და მოკლული ყავს ის ცოლი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ კაცმა, რომელიც იყო ვარსკვლავი ამერიკული ფეხბურთისა და ამერიკული ფილმისა, ამის შემდგომ სამოქალაქო საქმე აწარმოა სხვა სასამართლოში და ამერიკული მართლმსაჯულების მიხედვით იმ სასამართლოში დაადგინეს, რომ მან მოკლა თავის ცოლი. ესე იგი, ამერიკაში არსებობს ამ ყოვლად დაწყევლილი და გაუმართლებელი სისტემისა გამო ასეთი ანეკდოტური ვითარება, გროტესკული ვითარება, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე ორი სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელთაგან ერთი ამბობს, რომ მკვლელობა ჩაიდინა ცოლისა, მეორე ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა ცოლის არ ჩაუდინა. ეხლა მე გეკითხებით, რაში გვჭირდება ჩვენ ასეთი სასამართლო საქართველოში, როცა ორი სასამართლო კი არა, ერთი სასამართლოსთვის ვერ მოგვივლია ერთი სახურავის ქვეშ. ფაქტი არის ერთი რამ. ნაფიცსაჯულთა სასამართლოს რომ
შედეგი უკეთესი კონდეს მართლმსაჯულების მიღწევის თვალსაზრისით, ვიდრე ჩვეულებრივ სასამართლოს ჰიბრიდულს ან შერეულს ან და ვთქვათ უკეთ ორგანიზებულს, მაშინ საერთაშორისო სასამართლოც იქნებოდა ნაფიც მსაჯულთაგან ფორმირებული. თქვენ თუ დამისახელებთ დაახლოებით 50-ია რა, რამდენია საერთაშორისო სასამართლო, დაახლოებით კვაზი სასამართლოების მონაწილეობით დაახლოებით 50-მდე აღწევს. ერთ შემთხვევას თუ დამისახელებთ, როდესაც საერთაშორისო მართლმსაჯულება იყენებს არაპროფესიონალ მოსამართლეებს თავის მართლმსაჯულების სისტემაში, მე მზად ვარ, რომ ვარი ვთქვა ყველა ჩემს ხარისხსა, წოდებასა და რეგალიაზე, რომელიც საერთოდ გამაჩნია. საერთოდ იურისტობაზე ვთქვა ვარი. ამიტომ საერთაშორისო მართლმსაჯულებამ თავისი ვერდიქტი თვითონ გამოუტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს, როცა თქვა რომ არ მინდა, არ მჭირდება და მე ამას არ გამოვიღებ. როგორი არის ყველაზე უფრო გონივრული სისტემა? ყველაზე უფრო გონივრული სისტემა ჩემის აზრით არის ის, რომელიც მოქმედებს გერმანიაში. გერმანია ერთ-ერთი ყველაზე უფრო კეთილგონიერი ერი გახლავთ, თუ შეიძლება ერების ასე დაყოფა პირობითად რა თქმა უნდა. ყველაზე საქმიანი, ყველაზე პრაქტიკული, ასე ვთქვათ, მონაცემებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერი გახლავთ. იგივე ითქვის ალბათ იაპონელებზე. გერმანელები და იაპონელები არასდროს არ ყოფილან გატაცებული იმ საქმით, რასაც ქვია ნაფიც მსაჯულების გამოყენება მართლმსაჯულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ იყენებენ ხალხის წარმომადგენლებს მართლმსაჯულებაში. იქ არის ეგრეთ წოდებული შეფენების სასამართლო გერმანიაში, რომელიც იყო პირველ სახე იმისა, რასაც საბჭოელები იყენებდნენ ჩვენთან. რას ნიშნავს ეს და რით განსხვავდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსაგან? განსხვავება არის ძალიან დიდი და პრინციპული. თუ კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ფაქტებს ადგენენ ნაფიცი მსაჯულები, ხოლო იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებს წვეთს პროფესიონალი მოსამართლე, იქ სახალხო მსაჯული და არა ნაფიცი მსაჯული, რომელთა რაოდენობა ჩვეულებრივად არის 2-3 კაცი და პროფესიონალი მოსამართლე აღჭურვილი არიან ერთნაირი უფლებებით, აბსოლუტურად, არავითარი გაყოფა არ არის ფაქტებისა და ნორმების თვალსაზრისით, ისინი თანამშრომლობენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და თავის დაგვირვებებს და ერთობლივად წვეთენ ამ საკითხებს. უნდა გითხრათ, რომ გერმანული მართლმსაჯულება ამ თვალსაზრისით მაინცა და მაინც, ასე ვთქვათ, როგორც ჩანს, დიდად იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი არ არის, რატომ? იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ იქ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოს განშადობის სფეროში გადის, გარკვეული, ასე ვთქვათ, დათქმებით და თვითონ სტრასბურგის სასამართლოში გერმანული საქმეები მიუხედავად იმისა, რომ მრავალმილიონიანი ერია, სრულებითაც არ არის იმაზე მეტი და ჭარბი, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის. არ შეიძლება ახლა არ ვარგოდეს მართლმსაჯულება და აღმოჩნდეს, რომ გერმანული საქმეების რაოდენობა იმაზე ნაკლებია სტრასბურგში, ვიდრე ქართული საქმეების. მოგეხსენებათ ახლა ეს არის წარმოუდგენელი. ასე რომ ამ სამი სხვადასხვა მოდელიდან, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ, ალბათ ყველაზე უფრო შესაფერისი არის ისეთი, რომელიც პროფესიულ მოსამართლეებს ანდობს ამ ამბავს. რატომ არის ახლა ეს ასე? ნუ თუ ძნელი იყო ამის მიხვედრა, თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ჩვეულებრივი და ორდინარული განშტოება სახელმწიფო ხელისუფლებისა. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიული და კონსტიტუციური წყობა გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს თავმოყრილი ერთი რომელიმე პიროვნების, ერთი რომელიმე პარტიის, ან ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში, არამედ იგი უნდა იყოს განაწილებული სამად. საკანონმდებლო ხელისუფლებად, რომელიც წერს კანონებს და აკონტროლებს ორ დანარჩენ ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებად, რომელიც აღასრულებს კანონებს და აკონტროლებს ორ დანარჩენ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ცდილობს მოარიგოს, გააზავოს ან განსაჯოს ის დავები, რომელიც წარმოიშვება მხარეთა შორის. ამავე დროს ის ახორციელებს თავის კონტროლს. საკანონმდებლო ხელისუფლება თავის კონტროლს ახორციელებს უპირატესად და უმეტესად იმპიჩმენტის მეშვეობით, აღმასრულებელი ხელისუფლება ამას ახორციელებს ვეტოს მეშვეობით, ხოლო სასამართლო ხელისუფლება ამას ახორციელებს სასამართლო კონტროლის მეშვეობით. მაგრამ სასამართლო ჩვენთან გახლავთ ორი.
ერთი ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე არის საერთო იურისდიქციის სასამართლოები. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში არასდროს არ ყოფილა 95 წლამდე, თუმცა თუ თქვენ გაეცნობით 1921 წლის კონსტიტუციას, თქვენ დაინახავთ, რომ კონსტიტუციური კონტროლის ელემენტები მაშინ ჰქონდა სენატს და სენატად იწოდებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლო, რომელსაც სათავეში შედგა აბსოლუტურად სწორუპოვარი, შეიძლება ითქვას მოარული ლეგენდა, ეს იყო დავით ხელთუფლიშვილი. მე ზოგჯერ მაბრალიან, რომ თითქოს მე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს უზენაეს სასამართლოს პირველი თავმჯდომარე. არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ მე მართალია აგერ 90-იან წლებში ჩამბარდა ეს საქმე, მაგრამ 1918 წელს როცა საქართველოს პირველად მოიპოვა დამოუკიდებლობა, არჩეული იქნა აბსოლუტურად ლეგენდარული პიროვნება დავით ხელთუფლიშვილი, ძმა ცნობილი მეცნიერისა მიხეილ ხელთუფლიშვილისა და 19 წელს თებერვალში მან დადო ეგრეთ წოდებული მოსამართლის აღთქმა. აქვე მინდა მე პატარა განმარტება მოგცეთ, იმიტომ რომ ჩვენთან იმდენად დაბალი დონია სამართლებრივი ცოდნისა, ადამიანებს არ აქვთ ამის საშუალება ახლა რომ ამდენი იკითხონ, გაიცნონ, დაინტერესდნენ, ბევრი საზრუნავი აქვთ, ბევრი საწუხარი აქვთ და ამიტომ სადაც შეგვიძლია უნდა მივაშველოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ცოდნა და ჩვენი გამოცდილება. თვითონ ჩემთვისაც კი, რომელიც იურისტის ოჯახში ვიზრდებოდი და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი, როცა ჩავედი და როცა ფიცს ვაძლევდი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე და ამას ესწრებოდა გენერალური მდივანი პროფესორი დარშისი, იქ მკითხეს მე, თქვენ ფიცს მისცემთ თუ საზეიმო აღთქმას? მართალი გითხრათ, არ შევიმჩნიე, მაგრამ მაშინ დაუკვირდი პირველად რას ნიშნავდა ეგა. მორწმუნეთათვის არის ფიცი, ხოლო ურწმუნოთათვის, ანუ ათეისტებისთვის არის საზეიმო აღთქმა. ერთს შენ ხალხის წინაშე დებ, მეორეს ღმერთის წინაშე დებ. ვინაიდან მე მორწმუნე გახლავართ, მე რა თქმა უნდა დავადევი ხელი იმ ტექსტს, რომელიც იქ იყო და ეს ტექსტი მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი სიტყვა იყო რაღაცა, მაინც დიდი ასოებით დაწერილი დამიდეს წინ და მე ეს ტექსტი, ასე ვთქვათ, წავიკითხე როგორც მორწმუნე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. აი ეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია არის სრულიად განსხვავებული, რატომ? იმიტომ რომ ის სასამართლო კონტროლს ახორციელებს იმ თვალსაზრისით, არის თუ არა რომელიმე კანონი შესატყვისი კონსტიტუციისა. ხომ არ ეწინააღმდეგება ის კონსტიტუციას. თუ აღმოჩნდება, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იგი გამოაცხადებს, რომ ეს კანონი არის, ну, პირობითად ვთქვათ, ბათილი და არ არა, რომ მას არავითარი ჭრა და ძალა არ აქვს და ფაქტიურად ეს არის გაუქმება ამ კანონისა, რომლის ფუნქცია შედის, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში. ამ სასამართლოების სისტემა ევროპაში, ასე ვთქვათ, საავტორო უფლება ამაზე ეკუთვნის ძალიან დიდ მეცნიერს, ძალიან დიდ ფიგურას, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უაღრესად დიდ მოაზროვნეს, ჰანს კელზენს. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უკვე იყო პირველ სახე ამ ამბისა, იქ ხო ცალკე არ იყო სასამართლოს სახით, ჰანს კელზენმა თავის ქვეყანაში და ევროპაში შექმნა ეს სისტემა საკონსტიტუციო სასამართლოებისა და ამას უწოდა მან ძალიან საინტერესო სახელწოდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კელზენმა უწოდა, ეს თქვენ დაგჭირდებათ მერე, თქვენს დისერტაციაში, უწოდა ნეგატიური კანონმდებელი. ესე იგი კანონმდებელი, რომელიც არის კანონმდებელი, მაგრამ მარტო გაუქმების ნაწილში. ესე იგი არ იღებს კანონებს, არამედ აუქმებს კანონებს, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს რაღაც კანონის აღდგენას, მაგრამ ფაქტია, რომ მან უწოდა ამას ნეგატიური კანონმდებელი. მართლაც ასეა. შეიძლება ითქვას გაბედულად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელფას იღებენ იმისთვის, რომ გააუქმონ ეს ჩვენ ბატონო უვარგისი კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მე მეჩვენება, რომ არაჩვეულებრივად იყენებენ ჩვენი საზოგადოების მომზადებლობას სამართლებრივ საკითხებში ზოგიერთი პოლიტიკური ძალები და არა მარტო შინაურები, არამედ შორეთლებიც. იმიტომ რომ ზოგჯერ შორეთის მესვეურები არაჩვეულებრივად მართავენ პროცესებს ამ დაგვარი მეთოდებით,
მე არ მინდა დავაკონკრეტო ახლა, იმიტომ რომ მაშინ ჩამეთვლება რომ მე ვინმეს წინააღმდეგ ვლაპარაკობ კონკრეტულად. თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ ეს ასია. დაუკვირდით რა ხდება საქართველოში. ერთადერთი მოთხოვნა, რასაც უყენებენ ჩვენ სასამართლოებს, განუწყვეტლივ ყველა ტელევიზიით, ყველა არხით, ყველა სტატიაში, ყველა გამოსვლაში არის რა? სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო? რა თქმა უნდა იყოს. მაგრამ დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება უამრავი უბედურება დაგვატეხოს თავს და ის ადამიანი, რომელსაც უამრავი ფუნქცია აღკიდეს კისერზე, თქვენ ხო არ გონიათ ახლა თვითონ ის კაცი, ვისაც მე გულისხმობ, დიდად ბედნიერი იყოს ამით, მაგრამ ადამიანი, რომელსაც აღკიდეს, ეს მე უბრალოდ ჩემს მოწაფეებზე ვცდილობ არ აღმართო ხელი და ამიტომ გაჩერებული ვარ. მარტო დამოუკიდებლობის მოთხოვნა ეს არის მხოლოდ მოტყუება ადამიანებისა. შეიძლება იმიტომ მისცე დიდი დამოუკიდებლობა და ძალიან ვრცელი, ასე ვთქვათ, ასპარეზის ამისოდ, რომ შენ უკეთ გაიხადო იგი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კაპრიზებისა და ახირებების ამსრულებლად. ამიტომ, როდესაც მე 2009 წელს დაუბრუნდი ჩემს მშობლიურ ქვეყანასა და მომიწია მოღვაწეობა ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიაში, იქ მე დაამუშავე რამდენიმე საკითხი, მათ შორის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორც არის მაგალითად უვადოთ მოსამართლეების გამწესება თანამდებობაზე, როგორც არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხი, ჩემო ბატონო, და მათ შორის რა მოთხოვნები უნდა წარედგინებოდეს სასამართლოს. აღმოჩნდა, რომ მას უნდა წარედგინებოდეს უამრავი სხვა რამ, თანაც ინსტიტუციურად და პერსონალურად. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა სასამართლო და მოსამართლე დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა იყოს, ამას ვინ უარყოფს. მაგრამ ვინაიდან დამოუკიდებელი მოსამართლე შეიძლება იყოს მიკერძოებული, არაობიექტური, ამიტომ ასეთი შემთხვევისთვის უნდა მოითხოვო, რომ ის იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური. მაგრამ ხომ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური, მაგრამ პიროვნული თვისებების მხრივ ის არ იყოს შეუვალი ადამიანი. ესე იგი შეიძლებაოდეს მისი ადვილად მოსყიდვა და ესე იგი მისი ნებასურვილი შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ შეიძლება ადვილად მოისყიდო, ადვილად აცტუნო, ადვილად შეაცდინო და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება იყოს ესეც, მაგრამ მაინც არ ვარგოდეს არც სასამართლო და არც მოსამართლე. რატომ? იმიტომ რომ იყოს მაგალითად ძალიან არაოპერატიული, მისი მოქმედება იყოს ასე ვთქვათ დროში გაწელილი, დროში გაჭიანურებული, ან და მისი მოქმედების შედეგები იყოს ძალიან უმნიშვნელო, არ იყოს ეფექტიანი, არ იყოს ქმედითი და ასე შემდეგ და ასე. დაუშვათ ესეც არის. მაგრამ თუ კი სასამართლო არის ხელმიუწვდომელი, ასეთ შემთხვევაში არც ერთი ეს თვისება საკმარისი არ არის. ამიტომ თურმე კიდე ხელმისაწვდომობის საკითხია. ხელმისაწვდომობის საკითხი წლება როგორ? ერთის მხრივ არ უნდა იყოს დიდი თანხები იმისათვის, რათა შენ შეგეძლოს გაასაჩიურო საქმე. მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს ბევრი და იყოს ხელმისაწვდომი ადამიანისთვის ტერიტორიულად. ვინ თქვა პირველად, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სახელმწიფო დაწესებულებები? ჯეფერსონმა. სად თქვა ეს ჯეფერსონმა? მან ეს ჩაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, სადაც მინიმუმ 20 სრულიად ახალი იდეა იქნა, ასე ვთქვათ, გაცხადებული. ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ხალხისთვის თუ გვინდა რომ იყოს ეს სახელმწიფო დაწესებულებები, ამისთვის ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ადვილად მისადგომი. ქართველი კაცი გაუძლებს შიმშილს, ქართველი კაცი გაუძლებს წყურვილს, ქართველი კაცი გაუძლებს ყველაფერს, მაგრამ თავისი ღირსების დამცირებას იგი და უსამართლობას არ შეეგუება. თქვენ იცით, რომ ამას წინათ საქართველოში ჩამობძანდა რამდენიმე ცნობილი იურისტი, რომლებიც ჩვენი პროკურატურის მოპატიჟებით ჩამობძანდნენ იმისათვის, რათა მოეხმარონ, ასე ვთქვათ, მართლმსაჯულების სათვის სათანადო ნიადაგის შესამზადებლად. ჯერთი მე მინდა გაგახსენოთ, რომ როცა ჩვენ მართლმსაჯულებაზე ვლაპარაკობთ, იქ ცალკე საკითხია, სადაო საკითხი,
რა არის მართლმსაჯულება? მარტო ის, ვინც ახორციელებს ფუნქციურად, ესე იგი სასამართლო, თუ მართლმსაჯულებაა ისიც, მაგალითად, რომელიც გამოძიების სახით წარმოებს, რათა შემდგომ ეს მართლმსაჯულებამდე მივიდეს. განეკუთვნება თუ არა მართლმსაჯულებას, მაგალითად, მართლმსაჯულების აღსრულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, რომელიც სახელდებული არის ჩვენთან როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. როგორც კი ამას იტყვის, რომ ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, იმავე წუთში შენ შეკვეცავ ადამიანის უფლებებსა და პრეტენზიებს და დაიყვან მხოლოდ იმაზე, რასაც სასამართლო აკეთებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ მოგვიწოდა ჩვენ და პირველები ვიყავით ქართველები, რომლებმაც ამ მუხლს სახელად უწოდეთ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. და ამ მხრივ ჩვენ ფრანგულ ტრადიციას გავყევით, სადაც წერია procès équitable, ანუ სწორად წარმართული პროცესი. აი ახლა რომ ჩამოვიდნენ ახლა ჩვენთან სტუმრები, ამ სტუმრების ჩამოსვლას მე ყოველნაირად მივესალმები, იმიტომ რომ ისინი გამოცდილი მებრძოლნი არიან, მათ შორის ელიტარულ და სხვა საქმეებში მართლმსაჯულებისათვის და სიმართლისათვის ბრძოლისა და თუ ისინი ქართველებთან ითანამშრომლებენ და უკეთ მიუკერძოებლად გადაწყვეტენ ამ საკითხებს, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან სასურველი საქმე. ამით მე დღეს ამოვწურავ ჩემს საუბარს თქვენთან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.